სამართალი უნდა იყოს ადამიანმა ამ შენობაში და მოსამართლე არის ის ადამიანი, ვისაც შესწევს უნარი ქვეყანაში დაამყაროს მშვიდობაც, სასამართლო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვერ გაუღებოს მოსამართლეს მოვიდეს იმ მტკიცებულებებით, რა მტკიცებულებებითაც მოდის. ეს გამორიცხული არის. როგორც კი მოსამართლე დადგება თავის ადგილზე და ამ პროცესს შეწყვეტს, ჩვენ გადავდგავთ მთავარ ნაბიჯს ამ ქვეყნის განვითარების. სასამართლო არის ის, რაც ჩვენ ქვეყანაში არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ერთადერთი რაც განასხვავებს რეპრესიულ და ავტოკრატულ რეჟიმებს ევროპული საზოგადოებისგან, რომელსაც მოაქვს დოულათი, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო. როგორც კი ორი მოწმის ჩვენება, როგორიც არ უნდა იყოს ის, აღარ იქნება დაშვებული მტკიცებულებად, იმიტომ რომ არ შეიძლება ორი მოწმის, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რომელსაც სხვენი აქვს თვალებში ვერ უყურებენ. მე არ ვფიქრობ, რომ ან მოწმეებზე განსხვავებით ჩემი მეგობრებისგან და სხვა დემონსტრანტებისგან, ან მოწმეებზე ვარ რაიმე ფორმით გაბრაზებული, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე გაბრაზებული. ეს მე ვიზეც ვარ გაბრაზებული და რასაც ვაკეთებ, ეს არის სისტემა. ეს სისტემა უნდა დაიშალოს ერთხელ და საბოლოოდ, იმიტომ რომ როგორც კი ეს სისტემა დაიშლება, იმ წუთშივე ჩვენ მოვკლავთ პოლიციურ სახელმწიფოს ამ ქვეყანაში. იმ წუთშივე, როგორც კი პოლიციელი ვეღარ შეძლებს რეპრესიების განხორციელებას, დავამთავრებ, დიახ, ვასრულებ, იმ წუთშივე დავასრულებ ჩვენ ერთ ღამეში დავასრულებ პოლიციურ სისტემას და მივიღებ თვისობრივად ახალ დიახ, ვასრულებ ორი წინადადება, მივიღებთ თვისობრივად ახალ საზოგადოებას, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა ეს საზოგადოება და ეს არის, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. როგორც ცნობილმა კლასიკოსმა თქვა, უზენაესი სასამართლო ეს არის სინდისის სასამართლო. მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, სინდისის სასამართლოს წინაშე მე მართალი ვარ, ისევე როგორც ყველა ის პოლიტპატიმარი, რომელიც 60-მდე პოლიტპატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის სინდისისთვის, თავისი სიმართლისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან სწრაფად დამთავრდება ეს პროცესი და საქართველოს ადმინისტრაციული რესურსი, მართლაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსი მიმართული იქნება კრიმინალების დასაჯაზე და არა იმ ადამიანების, ვინც თავის სამართლიან პროტესტს გამოხატავს ამ ქვეყანაში, შესაბამისად, რა თქმა უნდა, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, თავისუფლება მდინარ მოღრუბელს.